გლოცავ ყველას გაზრდებით გაიხარეთ სულიერი სიყვარული, სულიერი სიხარული, ჯანმრთელობა და ხნეობა და სიბრძნე მოგცეთ ღმერთმა. და გქონდეთ მუდამ უფლის ქრისტეს ხატება თქვენს წინაშე, გქონდეთ მუდამ ღვთის იმედი, ღვთის ჭვრეტა, ღვთის ზეციური სამშობლოს ჭვრეტა მუდამ გქონოდეთ. და ყოველთვის ერთი ღმერთის აღიარება, მამის, ძის და სულიწმინდის აღიარება გზას ხსნის და სულიერად აძლიერებს ადამიანს. როდესაც ადამიანი მონოთეისტია, როცა ერთ ღმერთს აღიარებს, როცა ადიდებს მამას, ძეს და სულიწმინდას, იგი აუცილებლად ღვთის მიერ დიდი მადლით ჯილდოვდება. ამიტომ ამბობს უფალი დღესაც და აქ მონოთეიზმი იჭვრიტება, რომ როდესაც ამბობს აღიარებ შენ მამაო უფალო, ცისა და ქვეყანისაო. ესე იგი, აქ მონოთეიზმია მამის, ძის და სულიწმინდის. რომ აღიარება შემოქმედი ღმერთის, მამის, ძის და სულიწმინდის, ეს არის უდიდესი სულიერი ტრინიტარული მონოთეიზმი ქრისტიანობის. უნდა გვიხაროდეს ეს, როგორც სახარება სიხარულს მოასწავებს. გიხაროდეთ თქვენო, რა თქვამია. და მაგრამ გიხაროდეს თავარი რამ. კი, მოგცა დათრუნვად ყოვლისაგან ბოროტისა, დათრუნვად ყველა ძალი მტერისა, რათა არ აგევნოს თქვენ. მაგრამ იმაზე და კი ნუ გიხარიან, რომ სული უკეთურნი დაგემორჩილებიან. არამედ გიხარობდნენ, რამე თუ სახელები თქვენი დაიწერა ცათაშინაო. აი იქ დაიწერა თქვენი სახელები. ეს ისეთი ზებუნებრივი წარწერებია და ზებუნებრივი დაწერა სახელებისა და ისეთი ზებუნებრივი სახით არის ჩაწერილი იქ ჩვენთვის მიუწვდომელი განგებულებით ეს სახელები ზეცაში, რომ მართლაც აი ის უნდა გვიხაროდეს ჩვენ. და არა, რა თქმა უნდა, ისიც გიხარია ადამიანს, რომ გარკვეული სულიერი სიწმინდე, გარკვეული სულიერი ძალები გემორჩილება და გარკვეული სულიერი ძალები, ესე ვთქვათ, ანგელოზი გიცავს და ბოროტი გაგირბის. ის უნდა გიხაროდეს, რომ დაცული ხარ და არა გევნება შენ და ძალსა მტერისასა დათრუნავ. ის უნდა გიხაროდეს, რომ ნებისმიერ დაბრძოლებას გადალახავ ღვთის სახელით, ქრისტეს სახელით. ნებისმიერ, ასე ვთქვათ, სულიერ თუ ხორციელ ვნებას ღვთისადმი ვედრებით შეიძლება მოთოქო ეს ვნებები და ეს მოთხოვები და ეს შეცდომები გამოასწორო. გიხაროდეს, რომ ასე შემდეგ შეგიძლია შენ განიწმინდო შენი გონება, შენი გული, შენი სული სამშობლო და სხეული მთლიანად განიღმრთო სული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გიხაროდეს სულიერად და ხორციელად განიკურნო, როგორც არის საკურნებელო და სულისა და ხორცისა. მაგრამ თავარის უნდა გიხაროდეს, რომ შენი სახელი ზეცაშია ჩაწერილი, ზეციურ რეალობაში არის მოხსენებული და უფალმა ყოველივე იცის, ყოველივე უწყის. აი ეს უნდა გიხაროდეს. და ეს რო გიხარია უკვე აქ მიწაზეც იმის იმედით, რომ ზეცაში შენი სახელი არის ღვთის წინაშე, აქაც უკვე სიხარული ორმაგდება, 100 მაგდება და 1000 მაგდება და ეს სიხარული ქმედით ხდება და ეს სიხარული უკვე აქ იწყება და დღეს ეს სიხარული კიდევ ზიარების შემდეგ შემოვა თქვენში. აი ამას გისურვებთ. ამიტომ ვადიდოთ უფალი ჩვენ იესო ქრისტე. ვიხაროდეს მუდამ, მადლობდეთ მას და მუდამ ლოცულობდეთ. დარჩენი ყოველივე ესე იქნება, როგორც ნათქვამია მამაო ჩვენში, იყავ ნება-შენი. ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასაც ზედა. დარჩენი უფლის ხელშია ყველაფერი. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.